არა, მოდი პირველ რიგში მოდი ჩვენს საყვარელ სტუმრებს გითხოთ. მერვე კლასელები არიან და მეოთხე კლასელები. მათ გითხოთ, სტუმარი ხო ღვთისაა, ჩვენც კი ყველანი სტუმრები ვართ აქ, აბა მასმინძელი არის უფალი. მოიწყინა ამ მიკროფონმა, აბა სხვა ნახეთ რა. ან გამორთეთ და ჩართეთ, შეიძლება ხან ეგეთ შველის. მასმინძელი აქ არის უფალი ბავშვები. უფლის კარავი ქვია ამ სამრევლო სკოლას. აი წარმოედგინეთ ერთი დიდი კარავი ამ შენობას რო გავდეს. აქ უფალია მთავარი, აი ნახეთ, უფალია დაბრძანებული თავის დიდების ტახტრევანზე და ჩვენ მის ფერხთითა ვართ ყველანი მოკალათებულები. მეც და თქვენც. და აქ მთავარი არის ის, რომ ჩვენ უფალს მოусმინოთ, რას გვეტყვის. რას გვეტყვის ერთ საკითხთან დაკავშირებით, მეორე საკითხთან, მესამე საკითხთან, იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვამბობთ, უნდა ვეცადოთ, ესე იგი, რომ რაც უფლის სიტყვა ის თქვათ. რაც სახარებისეულია ის თქვათ. თორე ხა ჩვენი ჭკუით ხო არ ვილაპარაკებთ რაღაცებს, შეიძლება რაღაცას ზღაპარიც კი მოვყვეთ, მაგრამ ესეც ყველაფერი შესაბამისობაში მოდიოდეს უფლის სიტყვასთან. მოდი ბოლოდან დავიწყებ, რაღაცნაირად ბოლო შეკითხვა უფრო მომეწონა. რამდენი ხანია მაქსიმუმი სულის ცხოვრებისთვის? ანუ რამდენი ხანი იცოცხლებს ადამიანის სული, მაგას გულისხმობთ? არა? თუ იმისთვის რომ სული გადარჩეს, ცხონდეს, მაგისთვის რამდენი ხანია საჭირო? მაგისთვის? ანუ ეხა ნახეთ როგორ არის. შეიძლება კაცმა 100 წელი იცოცხლოს და მან შეძლოს რომ სული გადაირჩინოს, ანუ ისეთი ცხოვრების წესი ჰქონდეს, ისე უყვარდეს ღმერთი, ისეთი სინანული ჰქონდეს შეცდომების გამო, რომ მისი სული გადარჩეს. შეიძლება ადამიანმა 100 წელი იცოცხლოს და ვერ ცხონდეს. შეიძლება ვიღაცამ 5 წელი იცოცხლოს და უკვე საკმარისი იყოს მისი სულის გადარჩენისთვის, ვიღაცამ 30 წელი. თავარი იცი რა არის? რამდენი ხანი ცოცხლობ, ყოველთვის ღვთის ერთგული იყო, ყოველთვის ადამიანის ერთგული იყო, ადამიანს არ უღალატო, არც ღმერთს არ უღალატო. როგორ? არ უნდა უღალატო ღმერთს და მაგრამ თუ სადმე რამე შეგეშლება, უნდა თქვა რომ მაპატიეთ, დავაშავე. აი ეგ მაპატიეთ, დავაშავე, იცი რა მაგარი რამეა, აი ესე იგი მაგას შეუძლია რომ არეულ-დარეული ურთიერთობები წამში დაალაგოს. ადამიანთანაც და ღმერთთანაც. წარმოედგინეთ, მაცხოვრის მარჯვნივ ავაზაკი იყო ჯვარცმული. მთელი ცხოვრება ავაზაკობდა, მაგრამ უფალს უთხრა, უფალო, მომიხსენე შენ სასუფეველში. და აი ამ ერთ წამში გადარჩა. ვიღაცამ შეიძლება 100 წელი იცოცხლოს და ერთხელაც არ თქვას მაპატია. აი მე გაგახსენებთ ადრე ნათქვამს, ეხლა მარიამ. მონასტერი ხო გაგონიათ რა არის? აი ჩვენ ხო ოჯახები გვაქვს. დაუშვათ ადამიანი დაოჯახდება, მეუღლე ყავს, შვილები ყავს. მაგრამ მონასტერი არის ადგილი, სადაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ განმარტოებით წავიდეს, იქ ოჯახი არ ყავს, შვილები არ ყავს. განმარტოებით ცხოვრობს და მონასტერში არის ერთი ასეთი წესი. როდესაც მიდიხარ, დაუშვათ მეორე ბერის თუ მონაზონის სენაკთან, კელიასთან, აი ოთახს, სადაც მონაზონი ცხოვრობს, სენაკი ეწოდება, სხვაგვარად კელია ეწოდება და რომ მიდიხარ, ჩვენთან როგორ არის, კარებზე რომ მივხვალ, ან დააკაკუნებ, ხო ესეა, ან იქ ზარი აქვს, დააჭერი ზარის ღილაკს და იქიდან გამოგხედავს ვიღაც. მონასტერში ეგრე კი არ ხდება. მონასტერში კართან რომ მიდიხარ, არ აკაკუნებ. არამედ ამბობ, უფალო შენ მიწყალე. და შიგნიდან ჩვენ როდესაც გვიკაკუნებენ ხო, კარს ვაღებთ და გამოვდივართ და ვნახულობთ ვინ არის. იქიდან ნახე რა ხდება, იქიდან ჩვენ როდესაც ვეუბნებით, უფალო შეგვიწყალე,
თუ გეტყვიან ამინ ჭეშმარიტად ამინ მაგას ნიშნავს მაშინ შეგიძლია კარი გააღო და შეხვიდე ის კარი შეიძლება სულად ღია მაგრამ შენ არ უნდა შეხვიდე შენ ამბობ უფალო შემიწყალე თუ გეტყვიან ამინ აღებ და შედიხარ ეხლა რატომ მაინც და მაინც უფალო შეგვიწყალე აი შენ რა ქვია სახელი აი მაგალითად რო იყოს რომ მარიამი ვარ მოვედი ეგრე კი არა ეგრე შეიძლება ეშმაკმაც თქვას რომ მარიამი ვარ და მოვედი გამიღეთო რომელი ხარ მარიამი ვარ რომელი ხარ დემეტრე ვარ ლუკა ვარ ნებისმიერი სახელი შეიძლება თქვას ეშმაკმა რომ მე ვარო გამიღეო და ვიღაცამ გაუღოს და ესე იგი დიდი უბედურება მოეწიოს შეცდეს რაღაცაში მაგრამ ერთადერთი რაღაცა რასაც ეშმაკი ვერ იტყვის არის ის რომ უფალო შემიწყალე ვერ იტყვის ამიტომ აი ეს ისეთი სიტყვაა რომ ესე იგი ეს ადამიანს შეშვენის ეს სიტყვა რო თქვას იმიტომ რომ ჩვენ ხო ვაშავებთ ხო ცოდვები გვაქვს ყოველდღიურად არ არსებობს ადამიანი რომ შეცდომები არ ქონდეს ეგეთ ადამიანს ვერ ნახავთ ერთადერთი იესო ქრისტეა ეგეთი ადამიანად მოსული ღმერთი აი ადამიანად მოსული ღმერთი იესო ქრისტე ეს ბზობის დღესასწაული ამას მივათ აქამდე და სიტყვა რომელსაც ჩვენ ვამბობთ მაპატიე დავაშავე შენდობას გთხოვთ ეს არის ის სიტყვა რის თქმაც ეშმაკს დაცემულ ძალას არ შეუძლია ეს არის ის სიტყვა რომელსაც ღმერთი არ ამბობს იმიტომ რომ მას ცოდვები არ აქვს ეს არის სიტყვა რომელსაც ადამიანი ამბობს იმიტომ რომ ჩვენ ცოდვები გვაქვს აი მაგალითად ერთი ამბავი მინდა გაგახსენოთ ამაზეც გვისაუბრია მაგრამ რადგან სიტყვა მოიტანა ვთქვათ რომ იყო ორი ოჯახი და ეხლა ამ ოჯახში რა ხდებოდა ერთი ოჯახი იყო წარმოიდგინეთ აი ერთი სახლია აქეთ სადაც სულ ჩხუბობენ ოჯახის წევრები ჩხუბობენ ნუ გნებავთ კლასი დავარქვათ ერთი კლასია ასეთი რომელშიც სულ ჩხუბობენ მეორე ოჯახია ასეთი სადაც არ ჩხუბობენ ეხლა რაღაცა შეცდომები იქაც მოსდით იქაც მოსდის მაგრამ ერთი წუთი საყარელო არ დაივიწყო ეგ რაც უნდა და სადაც ჩხუბობდნენ იმან უთხრა ესე იგი თავის მეუღლეს უთხრა აი დავუშვათ შენ ახარ ის ქალი რომელიც სუჩხუბობს სიტყვაზე ხა შენ კი არაფერი დამიშავე წაღანა შენ მოგადექი რა ძალა მათგან დავუშვათ ახლა შენ მეუღლეს ეუბნები რომ წადი აბა ერთი შედი იმ ოჯახში როგორ ცხოვრობენ ჩვენ რო სუჩხუბობ და ერთთან ბავშვი ვართ რა გჭირს ბოლო რაღაცა ხო უნდა ეშველოს ხო უნდა დაალაგდეს და შენმა მეუღლემაც დაგიჯერა წავიდა და დავუშვათ გადაიპარა ღობეზე გადაძრა და აი ახლა როგორც ფანჯრის გარედან რო ბავშვები დგან დავუშვათ ეგრე ფანჯრის გარედან უყურებს შიგნით რა ხდება ოჯახში აი ახლა აინტერესებს როგორ ცხოვრობენ იქაც როგორ ჩანს ცხელო და ფანჯარა ღია იყო რომ მათი საუბარი გაეგონან შევიდა და ახლა რა ხდება გამოვიდა ეს ქალბატონი იმ ოჯახში სადაც არ ჩხუბობენ რაღაცა ძვირფასი ჭურჭელი უჭირავს და ესე იგი ნაჭრით წერს წმენდს ასუფთავებს ამ დროს ტელეფონი დარეკავს და მიიტანს ამ ჭურჭელს და დადგავს ნუ დავუშვათ პიანინოზე დადგავს აი ესე სადაც არ უნდა გადმოვარდეს კარგად ვერ დადგავს ან ვინ იცის რა ზარსელოდებოდა ან ექიმი ურეკავდა ან თავისი შვილი რაღაც განსაცდელს შორს წავიდა სამოგზაუროდ ის ურეკავდა კაცმა არ იცის მოკლედ რაღაცა დაურეკა და დადგეს ამ დროს ქმარი შემოვიდა და იქ უჯრა იყო რაღაცა იმაში ეძებდა რაღაცას და რო ადგა ამ ჭურჭელს მხარი გაკრა და გადმოვარდა და დაენარცხა ეს ძვირფასი ჭურჭელი იყო და დაიმსხვრა ეხლა იქ შემოპარული როა ხო გახსოვთ ფანჯარასთან რო დგას ის ფიქრობს რომ ალბათ ესე იგი აქ ომი ატყდება თავის ოჯახში რასაც იყო მიჩვეული რომ იმის გამო ესე იგი ერთი კვირა ალბათ სალაპარაკობდა საჩხუბრად ეყოფოდა და ეხლა რა ხდება აქ ეს ქალი ეუბნება აი მარიამი ეუბნება არა მარიამი არა ამან გაგზავნა იქ სხვა იყო აი ეს რა ქვია ნატალი ეუბნება ბოდიში საყარელო ტელეფონმა დარეკავდა უცბათო ვერ მივაქცია ყურადღება ისე დავდგიო ეს და ქმარი ეუბნება რომ არა შენი რა ბრალიო მე ვერ დავინახეო ხარი გავკარიო და გადმოვაგდეო და ჩვენი ჭირით წაუღიაო რა ეს კაცი გარეთ რო დგა ხო ხედავთ აი
გაკვირვებული უყურებს. ესე არა ეგ არ არის, ეგ სხვა. ვითომ არა პირდაპირ გაგებით კი არა, ვითომ რა. ეს კაცი უყურებს რომ ვა რა უცბად დამთავრდა ეს კონფლიქტი ისე რომ არც კი დაწყებულა წარმოიდგინეთ არა და ჩვენ ოჯახში ამის გამო მთელი ამბები მოხდებოდა და წავიდა თავის სახში ერთი მარიამსაც შეხედა და ჩაიქნია ხელი რა არისო მარიამი ეკითხება რა ხდება ბაბა გაიგეო როგორ ცხოვრობენო იმ ოჯახშიო და კიო გავიგეო და როგორ შეუძლიათ ესე მშვიდად იცხოვრონ და როგორო ჩემო მარიამო და ეხლა აქამდე ჩემო არასდროს არ უთქვია ალბათ და ხლეუნეო როგორ ჩემო მარიამო და იქო ყველა მტყუანიაო იმ ოჯახში და იმიტომაც ესე მშვიდად არიან და ჩვენთან ყველანი მართლები ვართ და იმიტომ მშვიდობა არ აგვაქვს გესმით რა შეასაბ მართალი არსად არავინ არ არის ყველა რაღაცას აშავებს მაგრამ შენ თუ დაიჟინებ რომ მე მართალი ვარ იყავი მართალი თუ მთელი ცხოვრება ჭკუბი და აყალმაყალია სახში გინდა ეგეთი მართალი რო იყო ამიტომ რა უნდა ქნა იცი უნდა თქვა მაპატიე ჩემი ბრალი ეხლა წარმოიდგინეთ იმ ოჯახში შემოყარული სად არის შემოვიდეს იმ ოჯახში სადაც ესე უთხრეს რომ ჩემი ბრალია ვერ დავდგი კარგად მე მეორე მუთხრა მე გავკარი მხარი ვერ დავინახე ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ მეორე ოჯახში იგივე სიტუაცია რა მოხდებოდა ეს ხო ეტყოდა დაუშვათ რომ თვალები სადა გქონდა ხო დაინახე რომ მაგიდაზე რაღაციდო მე ის ეტყოდა არა შენი ბრალია შენ როგორ დადგი შე ასეთო ისეთო მოკლედ თელი ამბები ატყდებოდა იქიდან თუ კაცი თავს დაიმდაბლებს შენდობას ითხოვს იქიდან წამოვედი იმას ამბობდი რომ მაპატიეს რო ამბობ ეს ბევრ ურთიერთობას ალაგებს ეს ალაგებს ურთიერთობას ღმერთთანაც რომ მიხვალ ახსარებას იტყვი შენდობას იტყვი აი დღეს ჩემი თანაკლასელი გავანაწყენე დაუშვათ დღეს ვიღაცას უჭირდა და მე ყურადღება არ მივაქციე აი ესე გულგრილად ჩაუარე ვინ იცის რა ჭირდებოდა აი რაღაცა მოწყენილი იჯდა ან წაიქცა და მე დავინახე რომ წაიქცა და არ მივედი და არ შევეკითხე რამე ხო არ უჭირდა ან დაუშვათ ერთი ადამიანი მეორეს ჩაგრავდა და იქ ყურადღება არ მივაქციე ესმის და ეგ ყველაფერი ადამიანმა უნდა შეინანოს რომ მისი გული განიწმინდოს აი მაგაშია საქმე რაო თუნთულა რისი თქმა გინდოდა აბა ეხლა მითხრა ბოდიში აბა დღეს მე ბაღში რომ ვიყავი რა ქვია გამენას რაღაცა როგორ ეტე მასწავლებელი ვთქვი მასწავლებელი ეს კომენტი და ბოდიში მოხადე ოჩახ მოდი ტაში დაუკრათ ეგ აგრიმენტი არა ისე რა ქვია სახელი მარიამს დღეს გაუმარჯვია ესე იგი გაუმარჯვია იმიტომ რომ ყოველი ბოდიშის მოხდა ბავშვებო ყოველი ბოდიშის მოხდა ეგ არის გამარჯვება ეხლა მე რო გკითხოთ რაზე გამარჯვებაა ბოდიშის მოხდა რაზე გამარჯვებაა ბოდიშის რაზე აბა გაბრია რომ სიკეთის გავაკეთებ აი რაზე ვიმარჯვებ ჩვენ როდესაც ბოდიშს ვიხდით აბა თუნთულა შენ რას გვეთქი ერთხელ ჩემ მეგობარს ფეხი წამოუდესა და ფეხი დალურჯებული ჰქონდა და ის ორი გოგო ვიყავით ხო და ერთად წავიყვანეთ სალპიფარეშომდე ო ეგ ძალიან კარგია დახმარება ძალიან კარგია ოჩა არა ეხლა იცი რაც გითხულობ აბა შენ თავზე გამარჯობა კიდევ ნიშნავს იმას აი მაგალითად ერთი ადამიანი არ მოგწონს და იმას უჭირს აი ზოგი ხო შეიძლება რომ გაიაროს ზოგმა მაგრამ შენ თავზე გამარჯობა იმას ნიშნავს რომ შენ მიუხედავად იმისა რომ ეს ადამიანი არ მოგწონს მაინც მიხვალ და ეხმარები შენ გენაცვალე ნამდვილად ბავშვებო
როდესაც ვამბობ მაპატიეთ, შენდობას ვითხოვ, ეგ ნიშნავს, რომ მე ჩემს ამპარტავნებას ვაჯობე. ჩემს სიამაყეს ვაჯობე, ხო ეგრე გამოდის. მე თუ სულ ვამბობ, რომ მართალი ვარ, ეგ ამპარტავნება. მაგრამ თავმდაბალი ადამიანი ეგრე არ იქცევა. ბარბარე, აბა მიდი იმ გოგონას რაღაცის თქმა უნდა. იმას ერთი ქალი დავინახე, რომ პარკებით მიიქონდა და მივედი და მივეხმარე. ოჩახ, კარგია. ასეთი შეკითხვა. მოდი, როცა შეგეკითხებით, მე მიპასუხებ. შეკითხვა. მოდი თან შეკითხვებს მეც უპასუხო. კარგი ბავშვების შეკითხვებია და საქართველოს რომელ ქალაქში აშენდა პირველი ეკლესია? რომელ ქალაქში? პირველი იყო მცხეთა. მცხეთაში აშენდა პირველი ტაძარი. წმინდა ნინოს დროს. როგორ გახდით მამაო? როგორ და ღმერთმა ინება, ალბათ. და ისე. რა თქმა უნდა, ადამიანის სურვილიც არის, აბა ძალით ახლა არავინ გაკურთხებს თულად, მაგრამ რა მინდოდა აღმენიშნა, ბავშვებო, ეხლა ხო გითხარით, თბილისში ვიყავი მეთქი ერთ-ერთ სკოლაში. ვიყავი 32 სკოლაში. საოცარი ბავშვები ვნახე. მე-11 კლასელები იყო. ძალიან კარგი დამრიგებელი. და შეიგი, თემა იყო ისეთი, ძალიან მნიშვნელოვანი კონფლიქტი საკუთარ თავთან, კონფლიქტი საზოგადოებაში. გარეთ ტერიტორიები დაკარგული გვაქვს. ძალიან კარგად წარმოადგენს, აი, არ ვიცი, ეგეთ ახალგაზრდებს რო ხედავ, ძალიან დიდი იმედი მეძლევა ხოლმე, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან კარგად იყო ყველაფერი გააზრებული და წარმოდგენილი და აქედანაც მინდა რომ მადლობა უთხრა. კლასელი მომწონს და რა უთხრაო? კარგი ბავშვებო, მოდი დღეს ამით დავასრულოთ ჩვენი საკვირაო სკოლა, ავდგეთ ვილოცოთ. არა, იმიტომ ვამბობ ბავშვებო, რომ დაჭიქი. ეხლა დღეს ცოტა ბევრი ხართ იმასთან შედარებით, როგორც ვართ ხოლმე და ამიტომ ჩვენ ერთმანეთი უნდა გავითვალისწინოთ ბავშვებო, ისე არ ვარ. აი თითოეულმა ადამიანმა საკუთარ თავს უნდა მიაქციოს ყურადღება. 5 წლისა იქნება თუ 17 წლისა მნიშვნელობა არ აქვს. გნებავთ მშობელი იყოს, იმიტომ რომ როდესაც მე ერთი ვხმაურობ, მე უკვე 150 ბავშვს ხელს ვუშვი. ამიტომ აი ამაზე ვიფიქრებ. თუ თანაკლასელი მოგწონს, უნდა უთხრა, რომ როგორ კარგად გამოიყურები. ან უნდა უთხრა, ან ზოგჯერ შეიძლება ჯობდეს რომ არც უთხრა. გააჩნია. შეხედე. ჯერ კარგად დააკვირდი. ო, მომწონსო და ეთქობა უკვე აღარ გააჩნია, მოსწონს და რა ქნას. მოდი ეხლა ცოტა ხნით მიუბრუნდეთ ჩვენს თავარ სათქმელს, ბავშვებო, ეხლა მოდის დღესასწაული ბრძოლა, დიდების შესვლა იერუსალიმში. მოდი ყველამ ერთად შევხედოთ ეკრანზე რა არის გამოსახული. ეხლა ნახეთ. მაცხოვარი იესო ქრისტე, რომელიც არის ადამიანად მოსული ღმერთში. აი დღეს ხომ არის დღესასწაული ხარება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარ ანგელოზმა გაბრიელმა სწორედ ეს ახარა, რომ შენგან იშვება სამყაროს მხსნელი, იესო ქრისტე. და
იერუსალიმში შესვლა, აი ბზობის დღესასწაულს რასაც უწოდებთ, ხდება ქრისტეს ჯვარცმამდე რამდენიმე დღით ადრე. მაგრამ მანამდე ნახეთ რა ხდება. მანამდე ხდება ასეთი რამე. აი შეხედეთ. ბეთანიაში ცხოვრობდა 3 დედმამიშვილი, მარიამი, მართა და ლაზარე. ძალიან უყვარდა მაცხოვარს მათ ოჯახში მისვლა. მათთან ხშირად სტუმრობდა. და ერთხელაც შეატყობინეს იესო ქრისტეს, რომ ლაზარე გარდაიცვალა. და მაცხოვარმა საგანგებოდ დააყოვნა იქ ჩასვლა, მაშინვე არ ჩასულა. 4 დღე იყო გასული გარდაცვალებიდან, რომ მაცხოვარი ბეთანიაში ჩავიდა. და მისი და შემოეგება ბეთანიის შესასვლელთან, ეს პატარა დაბა იყო ქალაქი ბეთანია. და ეუბნება, რომ ჩემი ძმაო გარდაიცვალა და მაცხოვარმა უთხრა, რომ იცოცხლებს. ანუ აღსდგებაო და ვიციო, რომ აღსდგებაო. ყოველთა აღდგომის დროს ყველა მიცოდა, რომ უნდა ყოფილიყო მკვდრეთით აღდგომა, მაგრამ როდესაც მაცხოვარი მიდის საფლავთან, მაცხოვარს შეატყობენ, რომ ტირის. და მაცხოვარი ლაზარეს ეტყვის. ლაზარე, გამოდი გარეთ. ეგეთი რამე არსა და არასოდეს არ მომხდარა. აი რაც სამყარო არსებობს, რაც აქ მოხდა, ეგეთი რამე არასოდეს არ მომხდარა, რომ ადამიანი 4 დღის მკვდარი იყოს და ეთქვას ვიღაცას, რომ გამოდი საფლავიდან და ლაზარე აი შეხვეული იყო. და ეუბნებიან ხალხი, რომ ეგო 4 დღის მკვდარიაო და უკვე ყარსო, იმიტომ რომ იხსნება ადამიანი, როდესაც გარდაიცვლება და მაცხოვარი მიდის და მაინც ეუბნება, რომ გაუხსენითო, ახადეთო ეს ლოდიო და მე რო ეტყვის ლაზარე გამოდი გარეთო. ეტყვის ხალხს, რომ გაუხსენით ეს სახვევები და ცოცხალი წარმოიდგინეთ. და აი ამის შემხედარი ხალხი იერუსალიმთან ახლოს იყო ბეთანია. ამის შემხედარი ხალხი, როდესაც უკვე მაცხოვარი იერუსალიმში შედის, აი ბაიას ტოტებით, პალმის რტოებით, ტანის ამოსით ესე ძირს უგებენ, ძირს უფენენ, ასე ხვდებიან მაცხოვარს შეძახილებით, ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულარს მომავალი, ოსანა ძესა დავითისასა. აი როგორც გამარჯვებული მეფე რო ბრუნდება ბრძოლიდან, ეგრე ხვდებიან. და ეხლა შეიძლება ადამიანს ეკითხა, რომ აი ამ ადამიანებმა ირწმუნეს იესო ქრისტე, მაგრამ იესო ქრისტე მაგ ტირილი დაიწყო. ანუ მათ გამო კი არ უხაროდა ეს, რომ ხალხი ესე ხვდებოდა, არამედ წუხდა მათ გამო. იმიტომ რომ რამდენიმე დღეში ზუსტად ეგ ხალხი გაიძახოდა, რომ ჯვარსაცვი ეგო. ამითი ნახე რისი თქმა მინდა. ადამიანური ქება დიდება არ არის ის დასაყრდენი, რასაც ადამიანი დაეყრდნობა და იტყვის, რომ აჰა, აი დღეს ვიღაცამ შემაქო, ვიღაცამ დღეს ტაში დამიკრა და რა მაგარია. ვინ შეიძლება დღეს კარგი საქციელის გამო ტაში დაგიკრა, ხოლ შეიძლება გაგკიცხოს. ესე რომ ჩვენი ესე იგი мотивация ის კი არ უნდა იყოს, რომ ვიღაცამ შემაქოს. დაუშვათ აი წაღან რო ამბობდით, მოხუც დავეხმარე, ვიღაცას ვაპატიე, რაღაც გავაკეთე. მე იმიტომ კი არ უნდა დავეხმარო, რომ მე ვიღაცამ ტაში დამიკრას და თქვას, რომ აი თომა რა მაგარი ბიჭია. იმიტომ რომ ვინც დღეს მაგას იტყვის, ხოლ შეიძლება ცუდი თქვა შენს. მაგრამ მე იმიტომ უნდა გავაკეთო ეგ, რომ ეგ ჩემი ღირსებაა. თავად ეგ სიკეთეა, ღირსეული საქმე. გესმით რაზე ლაპარაკი? აი ეხა მაგალითად კონფეტი იმიტომ კი არ უნდა აჭამო შენს თანაკლასელს, რომ მესამემ დაგინახოს და თქვას, რომ აი რა კეთილი ბიჭია, რა კეთილი გოგოა. არამედ იმიტომ უნდა აჭამო, რომ მან პირი ჩაიტკბარუნოს, გაეხარდეს, მადლიერი იყოს, შენ სიკეთე გააკეთო, გაახარო ადამიანი. გესმით რაზე ლაპარაკი? ისე რომ აი იმის გამო, რომ ვიღაცამ შეგაქოს, არ ღირს რაღაცეები აკეთო. იმიტომ რომ ნახე, რამდენიადჯერ აქ მარტო რამდენი ადამიანია და მე რო ეხლა ვცდილობდე, რომ აი ისე მოვიქცე, ისე გავაკეთო, რომ ყველას მოვაწონო ჩემი თავი, ყველას მოვაწონო ჩემი ლაპარაკი. ეგ არაფერს არ მომწონს. მე იცი რა უნდა ვეცადო, რომ მე რასაც ვამბობ, რასაც ვაკეთებ, ღმერთს მოეწონოს. და თუ ღმერთს მოეწონა და მე ესე ვაკეთებ, რომ სწორია,
მაშინ ადამიანებსაც მოეწონებათ. და თუ მე ვეცდები, რომ აი მაინც და მაინც ადამიანებს მოვაწონოთ ჩემი გაკეთებული საქმე, შეიძლება იმ ადამიანს ასაცილოთაც არ ეყოს და არც ღვთის წინაშე იყოს სწორი. ანუ ჩვენი მთავარი არის ეს და თან ახლა წარმოედგინეთ მაცხოვარს, რომელსაც არაფერი არ დაუშავებიან. მასზე ამბობენ, რომ ჯვარსაცვიო და ჩვენზე მით უმეტეს. და თვითონვე ამბობს სახარებაში, რომ თუ ნედლ ხეს ასე უყვესო, ხმელს რაღაც უზავენ. ანუ შედარებაა ჩვენსა და მას შორის. და იესო ქრისტე შედის იერუსალიმში იმისათვის, რომ თითოეული ჩვენთაგანისათვის ჯვარზე გაეკრას. აი, როდესაც ადამმა და ევამ შესწოდეს, ხო გახსოვთ? ადამმა და ევამ შესწოდეს, აკრძალული ხილი მიიღეს. მათ ვერ თქვეს ის სიტყვა, ჩვენ რო თავში ვლაპარაკობთ. რა სიტყვა იყო? მაპატიე, დავაშავე, შევწოდე, ვერ თქვეს ეგ სიტყვა. და ერთმანეთს გადააბრალეს. ამიტომაც მათ 64 დატოვეს. და 64-ის კართან დადგა ქერუბიმი ანგელოზი. ბრუნავი მახვილი თხელში, იქ ადამიანი ვეღარ შევიდოდა. გამორიცხული იყო. ერთადერთი ეს შეეძლო გაეკეთებინა იესო ქრისტეს თავისი ჯვარცმით. და სწორედ ღმერთი, სამყაროს შემოქმედი ღმერთი ადამიანად მოვიდა. იმისათვის, რომ ადამიანებისთვის 64-ის კარი გაეღო. და სწორედ ამიტომ მიდის იესო ქრისტე იერუსალიმში. აი ჩვენ რო აღდგომას დღეს ასწავლობთ. აღდგომამდე ხო ჯვარცმა არის, პარასკევი, წითელი პარასკევი, ეს ყველაზე მძიმე დღეა. მე გირჩევთ, რომ მოусმინოთ, ესე იგი, ცოტა მოზრდილები ვინც ხართ. წმინდა იუსტინე პოპოვიჩი, ასეთი წმინდანია. შეგიძლიათ ინტერნეტში ჩაწეროთ მისი სიტყვა წითელ პარასკევთან დაკავშირებით. არ ვიცი, ეს ძალიან სული შემძვრელი სიტყვა, რას ამბობს იუდასთან დაკავშირებით. ხო იუდამ გაყიდა იესო ქრისტე. რის გამო გაყიდა იუდამ იესო ქრისტე? ხო ის გამო გაყიდა. და იცი რა? და მარტო იუდამ კი არ გააკეთა ეგ. დავუშვათ, მე თუ შემიძლია რაღაცა ნივთის გამო ვინმე ვაწყენინო, მეც იუდას ვემსგავსებ. ეგრე არ გამოდის? რაღაცა მატერიალურის გამო ვიღაცის წყენინება თუ შემიძლია და რამდენი ადამიანი რამდენს ვაწყენინებთ ხოლმე ერთმანეთს. აი მაგალითად კალმის გამო, ფანქრის გამო თუ რეულის გამო თუ არ ვიცი ბლოკნოტის თუ ტელეფონის თუ რა ვიცი კიდე ცოტა რომ მოიზრდებიან ხოლმე სხვა რაღაცეები ჩაერთვება ხოლმე საქმეში იმ ყველაფრის გამო შენ თუ შეგიძლია რომ ადამიანი გაანაწყენო შენ არანაკლები ხარ იუდაზე. იმიტომ აი ეს ძალიან გასაფრთხილებელი. კარგი, მოდი ახლა აქეთ კლასს ვკითხოთ. ჩემი მასწავლებელი რომ ასწავლეთ. აი სოფო მასწავლებელი. მე და სად არის შატაკიშვილი? კლასელები ვიყავით და სოფო იყო ჩვენი მასწავლებელი. პირველ სკოლაში. ეგა თქვენი მასწავლებელია. აბა რაზე ვისაუბროთ? თქვენ რა უფრო მეტად გაინტერესებთ? არა, ფეხბურთი მართლაც ისეთი რამეა, რომ დილამდე არ დავიღლები მე, რომ ფეხბურთზე ვილაპარაკო, მაგრამ აბადემეთ. რა? მას იესო ქრისტე ისეთი რომ ხალხისთვის თავი გასწირა. იესო ქრისტემ თავი გაწირა და ჩვენ რითი მივემსგავსებით? აი რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ რომ მივემსგავსოთ. მოდი ერთ წუნწულა კიდე უნდა ჩავთო, რაღაცა კარგი აქვს საქმე. ეხლა დაფესება არ შეიძლება. ცუდი საქციელია, იმიტომ რომ ეგ არის სიბოროტო და შვაკი გამოაეგის. არ შეიძლება, მართალია, არ შეიძლება. ოჩა. კიდე უნდა გავაკეთოთ, რომ თუ ვინმე დაინახე რომ გაჭირებულია, არ უნდა ესა კი არა უნდა მიაქცია ყურადღება. უნდა მიაქციო ყურადღება. მოდი აბა ეს გოგონა რას გეტყვის ახლა? სიკეთე უნდა ვიცოდეთ და არასდროს არ უნდა მოვიტყუოთ. არასდროს არ უნდა მოვიტყუოთ. კიდე? შენ რას გეტყვი? ხო მართალია, ხო მართალია. აბა? სიკეთე უნდა გავაკეთოთ. სიკეთე უნდა გავაკეთოთ. ზოგჯერ ბავშვებო ადამიანს რაღაცის თქმა
ერიდება, იცით რატომ? ვიღაცამ არ დამცინოს. ეხლა მე გეკითხებით. თუ მე რამეს არასწორად ვიტყვი, შეცდომით. მე უფრო ცუდად ვიქცევი თუ ის, ვინც ამაზე იცინის. ხო და მაშინ რაღაცომ ერიდება მე რო ვთქვა რაღაც. პირიქით მე თუ ამბობ, ეს ჩემს ღირსებაზე მეტყველებს და რატომ? მე გაბედული ვარ. გესმით? მე ესე იგი გავბედე რომ მე თქვა ეს. და სხვამ ვინც ვერ გაბედა რომ ეგეთქვა, დგას და ჩემზე იცინის. ხო გესმით? ისე რომ ჯერ ერთი არავის სიცილის გამო მე არ უნდა მომერიდოს რაღაც თქვა. მე თუ ესე მგონია სწორად, მე უნდა ვთქვა, ეგეც სიმამაცეა, ეგეც გამბედაობა. და ის ვინც ვერ გაბედა რომ ესე თქვა, არადა უნდოდა რომ ეთქვა და ჩემი შეცდომა დაინახა და იცინის. ეგ ლაჩრობა, ეგ სიმხდალეა, ეგ ვაჟკაცობა არ არის, ხო მართალია? ისე რომ აი მაგაზეც დავფიქრდეთ ხოლმე. აბა ბარბარე, ერთი ვაჟკაცი რაღაცის თქმას აპირებს. ერთხელ მე ჩემს ვაკაცმა რაღაცა დააშავა და მე არ დავაბესხე. ოჩა. აბა კიდე მაგალითად ერთმა ადამიანმა დაგიშავა რამ შენ არ უნდა გაგიჩნდეს შურისძიების სურვილი, იმიტომ რომ თუ ეს სურვილი გაგიჩნდება შენ, ესე იგი შენ ზემოქმედებას ახდენს ეშმაკი და ეს არ უნდა მოხდეს არასდროს. მაგრამ სახელი რა ქვია? ნუგზა. ძაო მეგობარო, ნახეთ როგორი ამბავი. ახლა შეხედეთ. მე როდესაც არავინ არაფერს მიშავებს. ადვილია ეგ გადაწყვეტილება მივიღო რომ დამიშავებს შური არ ვიძიო. ხო გესმით? აი როცა არაფერი არ მტკივა, ფეხი არავის დაუდგია, თავში არავის წამოურტყია ჩემთვის ადვილია ვთქვა რომ დამიშავებს ვაპატიო. მაგრამ რთული იცი როდის არის? როდესაც დაგიშავებს. ვიღაცა დაგეჯახება, წაგაქცევს. ვიღაცა ცუდად მოგექცევა, მოგატყუებს. მაშინ 1000 აზრი მოდის ჩვენში, რომ შენ სამაგიერო გადაუხადე. ბარბარე, მოდი აბა ბავშვებს მოაქცია ხოლმე ყურადღება. აი ნანიკოს უნდა ნანუცას რაღაცის. მარიამს. სულ სიკეთები უნდა ვაკეთოთ და არ დავიბოროტოთ. აბა თქვენიცით. ასევე არ უნდა ვიყოთ დაუნახავები. რა არის დაუნახავება? რა არის და მაგალითად დედა რომ ფულს გაძლევს რომ სკოლისთვის საკვები იყიდო და თავი გეუბნება რომ მალე მოდიო სახში მას და რო არ მიდიხარ აგვიანა. სხვათა შორის მარიამ ნახე ამას წინათ უყურე იაპონიაში თუ არა ვწდები ან ჩინეთში ასეთი რამ მოხდა. მასწავლებელმა ბავშვებს ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ აი აქ რო თქვენს ხედხარ და მასწავლებელმა თავის მოსწავლეებს აჩვენა ჩაურთო ის ვიდეო კადრები, მათი მშობლები როგორ ეწალებიან, როგორ შრომობენ. აი ზოგი მაღალსართულიან სახლს აშენებს, იქ რაღაცა ისე სახიფათოდ გადმოკიდული, რომ ბავშვები ამას რო უყურებენ, თან ეშინიათ, თან ტირიან. განიცდიან იმას მშობელი თურმე რა სახიფათო გზას გადის, იმისათვის რომ სწორედაც ჩვენ სკოლაში რაღაცა ხაჭაპურის თუ რაღაცის ფული გაგატანოს. გესმით? და სწორია, დაუნახავი არ უნდა იყოს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე. თუმცა ახლა ჩვენი გონება ამდენს ვერ ხდება და იმ მასწავლებელმა რა დიდებული რამე გააკეთა, უბრალოდ მოიპოვა ის კადრები, როგორ აი ეწალებიან მათი მშობლები და ეს აჩვენა. იმიტომ ბავშვი ამას ვერ ხედავს. და ჩვენი მშობლები სწორედაც რომ ესე ეწალებიან. ყველა თავის სამსახურში, ზოგი აქეთ, ზოგი იქით და ესე ნაწვალები მოდის და რო შენ კარგად იყო. მოდი ბავშვები, ახლა რო არ დაგღალოთ. ერთი ამ ვაჟკაცსაც რაღაცის თქმა უნდოდა და მე ერთი პატარა ანიმაცია ვნახო. თუ რაღაცა თქვენ მერე მოგიყვებით. შური არ უნდა იწიო. ანუ სიკეთით უნდა
სიკეთით უნდა ძლიო, როგორც მინდა ილია მართალი გვეუბნება. სიკეთით ძლია შენს მტერსავ. აბა ის გოგონა არ ყოფილა. ერთმანეთი არ უნდა დავჩაგროთ. არ უნდა დავჩა. აცადეთ ვინც არ ყოფილა ჯერ. აი ბოლოში ნახეთ, არა? მოდი შენგენაც არის დაუკარით კაცი მოდი ვნახოთ ბავშვებო და მერე გავაგზავნე საყვარელო დავაგვიანე უბრალოდ დაფიქრდი რამდენიმე წლის წინ არაფერი ვიყავი ბავშვებო ბოლოში ისმის არავინ ახლა კი ერიქონის გადასახადების ამ კრებთა მთავარი ვარ დიახ შენ შეიცვალე რას გულისხმობს სიტყვა შეიცვალეში მე იგივე კაცი ვარ უბრალოდ ახლა ჩვენ ფული გაგვიჩნდა მამა, იესო უკვე აქაა. იგი ქალაქს უახლოვდება. იესო, რაბინი. მამა, ძალიან ხო, წამიყვანე მასთან. ყველა ბავშვი მასთან მიდის. წაიყვანე ზაქე. აუცილებელი არაა სამუშაოზე წასვლა. თქვენ რა შეიშალეთ? მე ფული უნდა გამოვიმუშაო. ჩვენ არ გჭირდება ამდენი ფული. ძალიან სასაცილოა. არც ისი ადრესულად გქონდა ფული და ახლა ძალიან ბევრია. ხო, მამა, ყველა იქ მიდის. არაფრის დიდებით. არ ვაპირებ ფული იმიტომ დავხარჯო რომ ჩემ შვილს სურს ვიღაც რაბინს მოусმინოს. იესო, პატიოსანი მაინცაა. მე ისეთივე პატიოსანი ვარ, როგორც შემდეგი გადასახადების ამ კრებთა მეთაური. სულ მცირე პატივისცემას მოვითხოვ თქვენგან. უკაცრავად ხომ ვერ მეტყვით ეს გზა პირეასკენ მიდის? არა, ეს იერიქონის გზა. ის გზა მიდის პირეისაკენ. მადლობა. დიდი მადლობა. მაპატიეთ, მაგრამ თქვენი ასაკის კაცისთვის პირეის გზა ძალიან გრძელია. მე იესოს ნახვა მინდა. იესო? ის მოგზაური რაბინი. ის უბრალო რაბინი არაა, ჩემო ბატონო. იგი გარდაცვლილებს აცოცხლებს. მართლა? იცინეთ თუ გნებავთ. იესო. ის მესიაა. მოიცადე. ეს საკვებისათვის. გზავრობისას დაგჭირდება.
მოიცანი ვინ ვარ? დამიბრუნე ზაქე მონეტა გთხოვ. მაგის მეტი არაფერი გამოჩნია. წუხვარ ბართლომე, მაგრამ შენ ორმაგად უნდა გადაიხადო. გასაგებია? რა? დარწმუნებული იყავი, რომ თუ არ გადაიხდი, ციხეში აღმოჩნდები. ციხე არ მაშინებს. მაშინ იჭდები ციხეში საჭმლისა და წყლის გარეშე. ზაქე. როდესღაც კეთილი იყავი ჩემ მიმართ. ხანდახან მონეტასაც გიმიგდებდი ჭიქაში. ახლა კი უკანასკნელ მონეტასაც მართნა. ხოლო სანაცვლოდ მუქარებით მაშინებ. მე ნუ მომბრალებ ბართლომე. მე ხომ არ ვარღვევ კანონებს. მე ეს არ გამიგონია. ნახეთ ერთი ვინ დაბრუნდა. ვი? ის ვისაც უკვე დიდი ხანია ველოდები. ჩემო მეგობარო. შენ დაბრუნდი. ზაქე, საქონელი უნდა ჩამოვცვალე. ლაპარაკის დრო არ მაქვს. ეს სახლში წაიღე და ჩემთვის შეინახე. მე მალე დავბრუნდები. დიახ ბატონო. ალბათ რასასია მონაცხოვრება გაქვს. სულ მოგზაურობ. ახალი ადგილები, ახალი ნაცნობები. ახლა საერთოდ გაქვს მიმართულება. ქალაქის სიახლოვეს მოგზაური რაბინი ქადაგებს. რაბინი? ეს საინტერესო ჟღერს. რა ქვია მას? იესო. ახმარება ხომ არ გჭირდება ზაქე? უბრალოდ ვამოწმებ ამ ხელა ქონების პატრონს რა ამ ხელა გადასახადების გადახდა მოგიწევს რომისთვის. ხელები მოაშორეთ ჩემს საქონელ ზაქე. თხილად იყავი. არ მინდა რომ იმპერატორ სეგონოს თითქოს შენ გადახდა არ გინდა შენი უზარმაზარი მონაგებიდან. ეს ხომ ძარცვა? შენ ჩვენი ხალხის სირცხვილი ხარ. ვინ იყო ეს? ვიზე ლაპარაკობდა? გზას უყურე ბართლომე. იგი იესოზე ლაპარაკობდა. რომელ მხარეს წავიდა? ნაკლებად უნდა განაღლებდეს ვინ რომელ მხარეს მიდის. შენ ციხე გელოდება მეგობარო. მაგრამ მე ვიცი ეს კაცი ვიზეც ლაპარაკობდა. ბართლომე გადაიხადე გადასახადები. იესო. იგი ქალაქში მოდის. ჩემი ცხვები ცნობენ ჩემს ხმას და მე ვიცი ისინი მომყვებიან მე. მათ სამუდამო სიცოცხლეს ვაჩუქებ. იესო, დავოცე ჩვენი შვილები. შეახე ხელი მათ მოძღვარო. დავოცე ისინი. ქალბატონებო, დედებო, იესო ქადაგებს. ჩვენ გვინდა რომ შვილები დაგვუოცოს. გთხოვთ, ამის დრო არაა. ჩვენ მალე უნდა წავიდეთ. მხოლოდ ერთი წამით. ახლა არა. მაგრამ ჩვენ იმდენი ვიარეთ რომ ის გვენახა. ძალიან წუხვარ. მოიცადეთ. გამოუშვით ბავშვები და ხელს ნუ შეუშლით ჩემთან მოსვლაში. რადგან მათია ცათასასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ არ შეიცვლებით და არ გახდებით როგორც ბავშვები, ვერ შეყვალთ ცათასასუფეველში. მომიდევე მოძღვარო, მე რა უნდა გავაკეთო სამუდამო სიცოცხლე რომ დავიმკვიდრო. შენ იცი მცნებები, არ იმრუშო, არ აკაცკლა, არ მოიპარო.
ცილი არ დასწამე. პატივი ეცი მამასა და დედას. შეიყვარე მოყვასი, როგორც შენი თავი. მე ვიცავ ყველა მცნებას მოძღვარო. ვიცავ მათ ბავშვობიდან. მაშინ მხოლოდ ერთი დაგრჩენია. გაყიდე ყველაფერი რაც გაქვს და ღარიბებს დაურიგე. ამით შეიძენ სიმდიდრეს ზეცაში. მოდი ჩემთან და მომყევი მე. როგორი ძნელია მდიდარი კაცისათვის სათასასუფეველში შესვლა. აკლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნჩში, ვიდრე მდიდარი შევა სათასასუფეველში. მოძღვარო, ჩვენი წასვლის დროა. იერიქონამდე ერთი დღის სავალია. არ მითხრა რომ არ გაფრთხილებდი. ხო, ზაქე. თელდარჩენილ ცხოვრებას ციხეში გავატარებ, ოღონ იესოსთან შეხვედრა მაცალე. იესო? ეს რაბინი ქალაქში იქნება? ბატონო, ქუჩებში სულ ამაზე საუბრობენ. იერუსალიმში მიმავალი გზა იერიქონში შემოივლის. თუ მასთან დალაპარაკებას მოახერხებ, მე განვიკურნები. მე ვიცი. ეს არის სრომორწმუნეთა ბედი. წაიყვანეთ ციხეში. არა, ზაქე, ეს სიმართლეა. იესომ გარდაცვლილი გააცოცხლა. მან განკურნა კოჭლი და ეშმაკები განდევნა. მას ცხოვრების შეცვლა შეუძლია, ზაქე. წაიყვანე. ეს მარტო სიტყვები არაა, უბრალოდ მოისმინე. თუ ვერ ხედავ, მე ვარ ნათელი სოფლისა. მოდი ჩემთან და მოიპოვეთ სიმშვიდე. შეიყვარეთ ერთმანეთი. უბრალო ადამიანი როგორ იტყვის ასეთ სიტყვებს? როგორ არ გესმის, ზაქე? იესო მესია. გემოდარები. დარჩენილ ცხოვრებას მთლიანად შემოგწირავ. მხოლოდ ნება მომეცი შევხვდე. ხო, ზაქე. ხო. მადლობა. მადლობა, ბატონო. აპატიეთ. მაპატიეთ. ისეთი აღელვებული ვარ. მან უკვე გაიარა? ვინ? იესო. ნუ თუ არ გსმენიათ. იესო დღეს იერიქონის ქუჩებში გაივლის. მე მას უნდა შევხვდე იქ. ისაკა? ისაკა? რა ხდება? რას აკეთებს? ის უკვე მოდის? ჩუმად იყავი. გთხოვთ, დაუძახეთ მას. უთხარეთ რომ აქ გამოიაროს. იესო, ძეო დავითისა. შემიწყალე. შემიწყალე, იესო. ჩუმად იყავი მეთქი, ყველა შენ გიყურებს. არ მანავლებს. იესოს უნდა დაველაპარაკო. იესო. შემიწყალე. შემიწყალე, იესო. იესო, შენთან საუბარი მჭირდება.
იესო იესო რა გინდა ჩემგან მოძღვარო დამიბრუნე სინათლე შენმა სარწმუნოებამ გადაგარჩინა შენ ახლა შენ ხედავ მე ვხედავ დაუჯერებელია მე განვიკურნები მე ვიცი ეს ნება მომენტი იქ ვიყო როცა იესო გამოივლის როგორ არ გესმის საკე იესო მესია მე ვხედავ ყველაფერი უცებ შეიცვალა. რატომ აღარ გამოიყურებიან ჩემი ნაყიდი ნივთები მიმზიდველად? რატომ დაკარგა ჩემმა ნაგროვებმა ოქრო მთვისი ბრწყინვალება? რა არის ეს ყველაფერი ზეციურ სიმდიდრესთან შედარებით? რა არის ეს ნივთები წყალობასა და სიყვარულთან შედარებით? მაგრამ რა დარჩება თუ ყველაფერს გავცე? რა ვარ ამ სიმდიდრის გარეშე? იესო შევო სანამ განვაგრძობთ ამ კაცზე ორი სიტყვა მინდა რომ გითხრათ. ეს იყო მეზვერე ზაქე. მეზვერეები იყვნენ ვინც მოსახლეობაში ხარკს კრებდნენ რომის მიერ დაპყრობილ მოსახლეობაშიდან, რაც დაწესებული იყო იმაზე გაცილებით მეტს იღებდნენ და სხვებისთვის წარქმეული ფულის ხარჯზე გამდიდრებული კაცი იყო ეგ. ეხლა ნახეთ სინანულში ჩავარდა მაგ ყველაფრის გამო, რასაც აკეთებთ. თავარი ეგ არის მაგრამ. ულს ვიყრი შენი საქმეებისა და სიტყვების წინაშე. გამეხმარე. გამკურნე ჩემი სული. ეს ვინ არის? როგორ ჩანს ზაქია? გადასახდების ამკრები? აქ რას აკეთებს? ალბათ რომაელებისთვის ჯაშუშობს. ზაქე? დიახ,
ზაქე ჩამოდი მალე ჩამოდი ძირს დღეს სტუმრად მოვდივარ შენთან სახლში შენ მოდიხარ ჩემთან ჩემ სახლში რომ შენ ჩემი სახლის ზღურბს გადმოაბიჯო მე ცოდვილი ვარ უფალო გამოდი მე არ მოსულ ვარ მართალთა შესაწყნარებლად არამედ ცოდვილთა გადასარჩენად უფალო ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს დავურიგებ და თუ ვინმეს მეტი წავართვი 4-ჯერ უფრო მეტს დავუბრუნებ that which I have stolen. Zake, დღეს იქმნა შენი ცხოვრება. My hands that were full now are empty. My heart that was empty now is full, overflowing. My wealth now is growing from what I leave behind. My mind that was troubled is at peace. My soul that was dying is alive. Loving and living, at last I am giving, and giving now I find life, eternal life. My treasures are finally forever, safe with my Lord and my Savior. I put my trust in you. Life, eternal life. My treasures are finally forever. The riches of Christ will fail me never. I put my trust in you. Უშიაგროვებთ სიმდიდრეს მიწაზე. იქ სადაც ჭრჩილი ჭამს და ნებისმიერ ქურდს მისი მოპარვა შეუძლია. შეაგროვეთ იგი ზეცაში. რადგან სადაცაა შენი სიმდიდრე, იქ იქნება შენი გული. მოდი რომ აღარ გადაგალოთ ეხლა ნახეთ მანდ მთავარი იყო ერთი ასეთი რამ ადამიანი რომელიც უღირსად ცხოვრობდა ბოლოს შეინანა და როგორი კეთილი კაცი დადგა ისე რომ
ჩვენ შეცდომები შეიძლება გქონდეს, მაგრამ გამოსწორება ყოველთვის შეიძლება. ყოველთვის შეიძლება კაცმა თქვას, რომ მე ამას აღარ ვიზამ. აპატიე ღმერთო, რაც აქამდე მიქნია. დადგეს გამოსწორების გზაზე და შეიძლება სიწმინდით, სიკარგით, პატიოსნებით სხვებს გაასწროს წინ. აი შეიძლება ტალახში ჩავარდეს რომელიმე ადამიანი და ამოვიდეს, გასუფთავდეს და გააგრძელოს გზა. ხომართალი. მოდი ახლა ავდგეთ და ვილოცოთ.